საღამომშვიდობის ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამომშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში თქვენ ვერ მოისმენთ გაეროში საქართველოს მუდმივ მოქმედი ელჩის კახაიმნაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გაეროში პრეზიდენტის მიწვევა არ მიწვევის საკითხში საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან, რადგან ანალიტიკოსების აზრით უხერხულია ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ტექნიკური შეცდომა უწოდო. ვერ მოისმენთ, რომ ნუგზარ ციკლაური ლევან იზორიას ნადირობის კანონიერებით დაინტერესდა, რადგან ექსპერტების აზრით ციკლაურის თანაგუნდელების მხრიდან ხალხზე ნადირობის ფაქტის კანონიერების გარკვევით საზოგადოება უკვე დიდი ხანია დაინტერესებული. ვერ მოისმენთ გედევან ფოფხაძის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობის ფონს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქმნიან, რადგან ჩვენ არ გვინდა გავაღიზიანოთ ვინმე კანონიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით პოლიტიკოსის ხელი ტკბილია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მურმან დუმბაძე ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არაპირებს, როგორც დუმბაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, პარლამენტში მოღალატე აჭარელს ვერ იპოვიან, რომელიც მისი ვიცე-სპიკერის პოსტიდან გაწვევასაც დაუჭერს მხარს. იუდაც, რომ აჭარელი ყოფილიყო, კაცობრიობის ისტორიაც სხვაგვარად განვითარდებოდა. დანანებით აღნიშნავენ ექსპერტ მოღალატეოლოგები. საქართველო ვერ შეძლებს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებას, თუ ჩვენ არ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება რუსეთთან. ამის შესახებ პარტია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოსაზრებას, განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის შეფასებით გარკვეული ჯგუფების მხრიდან ბნელი და აპოკალიფსური სურათის შექმნის გეგმა ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზაციის წინაპირობებს უკავშირდება. ვოლსკი ეჭვობს, რომ ამ ჯგუფში, რომელსაც დანტე ალიგიერი ხელმძღვანელობს, ლეონარდო და ვინჩი და სალვადორ დალი შედიან. გაეროში საქართველოს მუდმივ მოქმედმა ელჩმა კახაიმნაძემ გაეროს მიერ კლიმატის ცვლილებების სამიძე საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსაწვევის არ გამოგზავნას ტექნიკური შეცდომა უწოდა. ამ საკითხზე სასაუბროდ სტუდიაში ტექნიკური და სხვა არაცხოვრებისეული შეცდომების დარგის ექსპერტი ბატონი ბექა ონიანი მოვიწვიეთ. ბატონო ბექა, მოგესალმებით. რატომ აერია გაეროს გემდივან ბან კი მუნს მარგველაშვილის სააკაშვილში? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ახლა ვეგეთყვით, მართლაც ძალიან დასანანი შეცდომა მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ თუ დავაკვირდებით, ამ ორ ადამიანს შორის უამრავი მსგავსება. აი ხაბე ჩამოვთვლი. მაგალითად, ორივე მათგანი არის მაღალი. ორივე მათგანის გვარი მთავრდება შვილზე, ორივე მათგანი არის პრეზიდენტი და ორივე მათგანი არის მამაკაცი. ამას გარდა ორივე ერთნაირად იცვამს, თუ დააკვირდებით, ორივე იცვამს კოსტუმს და ჰალსტუხს. ისინი ორივე ერთსა და იმავე რეზიდენციაში მუშაობენ და ყველაზე მთავარი, ორივე მათგანი თავიდან ძალიან მოსწონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ორივე მათგანის კარიერის დასაწყისში ის მათ გვერდით იდგა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ორივე მათგანის გაპრეზიდენტებას ხელი შეუწყო ბიძინა ივანიშვილმა და ბოლოს ორივე მათგანი ეხლა არ მოწონს ბიძინა ივანიშვილს. და ბოლოს, კაი ადამიანებო, ორჯერ შეცდა ბიძინა ივანიშვილი, თვით ბიძინა ივანიშვილი და ბან კი მუნი თუ შეცდება ერთხელ, აი ამაზე აჟიოტაჟს რატო ტეხთ ვერ გავიგე. მადლობთ ბატონო ბექა. ვაგრძელებთ გამოშვებას. პრეზიდენტი ხომ არ არის ვიღაცის მეგობარი და ახლობელი, რომ განსაზღვრო რამდენი კომუნიკაცია უნდა გქონდეს მასთან. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. უკაცრავად მგონი რედაქტორმა ტექსტის დაწერისას რაღაც შეცდომა დაუშვა. თუმცა პროდიუსერი მატყობინებს, რომ ციტირება ზუსტია. პრეზიდენტი ხომ არ არის ვიღაცის მეგობარი და ახლობელი, რომ განსაზღვრო რამდენი კომუნიკაცია უნდა გქონდეს მასთან. აცხადებს თამარ სანიკიძე. აქვე პროდიუსერი მატყობინებს, რომ მაყურებელთა თხოვნით ეს ციტატა კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო. პრეზიდენტი ხომ არ არის ვიღაცის მეგობარი და ახლობელი, რომ განსაზღვრო რამდენი კომუნიკაცია უნდა გქონდეს მასთან. აცხადებს თამარ სანიკიძე. ექსპერტ კრიმინალისტების კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს საქართველოში ქურდული მენტალიტეტის გაქრობას. დღეს რომ ჩვენს ქვეყანაში 1-2 ავტორიტეტული ქურდი იყოს, ავიდოდით მათთან და გავარკვევდით, ვინ არის ბოლოს და ბოლოს მართალი, პრემიერი თუ პრეზიდენტი. და საზოგადოებაში ასეთი გაურკვევლობაც აღარ იქნებოდა. აღნიშნავენ ექსპერტ კრიმინალისტები. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მთავრობის მიერ საღამოს საათებში ხმაურის აკრძალვის ინიციატივა ამ ეტაპზე 22 საათის შემდეგ აკრძალვას გულისხმობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იმატა სპეკულაციებმა არსებული სიტუაციის მიმართ და თუ დღის განმავლობაში არსებულ ხმაურში გაიზარდა უკმაყოფილო ბგერების რაოდენობა, შესაძლებელია კანონი გამკაცრდეს და ხმაური დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალოს. ეს რეგულაცია კი ყველაზე მკაცრად შეიძლება ავლაბარს, კერძოდ კი იქ მდებარე რეზიდენციას შეეხოს.